როცა ხედავს შენს მიწა-წყალზე რა ესეთი მდგომარეობა, იმის იტვინიც ისი რას ფიქრობს, რომ ესე იგი ამ ჯულში და ამათ წესში ეს საქციელი მოსულა და თვითონ ის თავხედიც აგრძელებს თავხედობას. Რავით? Кейფობთ, ჭამთ, სვავთ და გარემოს ლაფს ასხავთ. ისევ მიმართავ საპატრიარქოს, სამღვდელოებას. ქადაგების დროს მოუწოდეთ წესიერება. ეს რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის უღირსობა და შენ ადამიან უღდელი ვინც ხარ და პასუხისგებლობა დაგაკისრა მამაღლეციერმა და მამაღმერთმა, ხო? პასუხისგებლობა პირველ რიგში დაგაკისრა ქვეყნის პატივისცემა და დედაბუნების პატივისცემა. პირველ რიგში ეგ დაგაკისრა, მერე დანარჩენი საქმე და დანარჩენი სიტყვები. ქადაგების დროს პირველ რიგში მოუწოდეთ წესიერებისკენ. რომ ქვეყანაში არსებობს პრობლემა, ეს არის გარემოს დაბინძურება და ეს გარემო არის ჩვენი საერთო ოჯახი. ვემსახუროთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ ერთმანეთს და არამც თუ ერთმანეთს ლაფი თავზე გადავასხათ. გამიგეთ? ყველამ ხმა უნდა მოიღოს და ძალიან დიდი პრობლემაა. თქვენი სათქმელი რომ მე გამიხდა, ესე იგი თქვენშიცაა პრობლემა, ამაზე დაფიქრდით, სულს არაფერს არ ვიძახი. პირველ რიგში წესიერებისკენ მოუწოდეთ და მერე გამოსწორდება მდგომარეობა და ღმერთის ეყვარებათ, დედაბუნებას, მიწა-წყალიც და სიტყვას ფუჭი ხმა არ ექნება და სიტყვას მოყვება საქციელი და პირიქით უნდა იყოს ჯერ საქციელი და მერე უკვე სიტყვა. მადლობა ყურადღებისთვის.